მოვდივარ და მოვედი. ვაიმე, დაიცადეთ ხალხო, აი, აქ ის არის. ვაიმე, მოგიყვებით რაც არის. გამარჯობა და ჯენანა დასკამდი. გამარჯობა ხალხებო. ვაიმე, სათვალეების ის არის, ცვენა, გამოფენა და ასე შემდეგ. ვაიმე, გეტყვით ახლა ეს რეებიც არის აქ გამოფენილი და აგიხსნით სიტუაციას. ის ბავშვი რო არის, ევა. TikTok-ზე არის ერთი პატარა სადაური არის, კახელია, კართლელია, არ ვიცი. და ის ამბობს, ჩემი სიტუაცია. გამარჯობა, აბა თქვით ხალხო, ვის მოგენატრეთ ახლა ლელასა და ნინოს გარდა. ფიქრიას არ ვახსენებ, აღარ მინდა რომ დაგამძიმოთ. ხალხებო, 2 დღეა ლელას ვატყუებ. კი არა და ტყუილათა ვპირდები, არ ვატყუებ. სულ ყველა მოვატყუო, ლელას არ მოვატყუებ, ხო და ესა. ეს კიდე გუშინ წინ ვიყიდე, დაიცა ამასაც გეტყვით, ნელა და თანმიმდევრობით. ხო და 2 დღე არის, მოვდივარ, აი გუშინ წინ არ წავიდე ჩემი ქმარის სამღერლად, ვიფიქრე წავა გარაჟში მეთქი და მარტოკა რომ ვიქნები, დავრჩები კიკოსავით მარტოკათქო, ჩავწერ ვიდეოს და გავერთობი. თქვენთანაც მოვალ, გულს მოვიოხებ მეთქი რაღაცაზე გეჭორავებით, მაგრამ არ წავიდა, გააჭიქდა, გაქვავდა, ხანა წვიმდა, ხან არეცალა ძმაკაც მობილს და არ წავიდნენ. მერე ჩვენ გუშინ წინ, ხო, გავედით, მალე ავდექით, მალე ავეყარენით სადილის მერე ძილიდან და წავედით, იმიტომ რომ ხო, აი თანმიმდევრობით რო უნდა მეთქვა. ინოჩენტე რო დიდი ხანი ზის სამზარეულოში სკამები გვაქვს. რავი როდის ვიყიდეთ, როცა შემოვედით 10 წლის წინ, თეთრი ტყავის სამზარეულოს სკამებია, რბილი რო არის და ტყავისა რა და თეთრი. მაშინ ეგ მოგვეწონა, მაშინ ეგ კარგი იყო და ვიყიდეთ. 6 ბოდა ხო, რაც არის ისა შტამპი, რა ქვია დაიცა მაგას, შაბლონები თუ რა ქვია მაგას, რომ მიღებული იყო, რომ სერვიზი უნდა იყოს 6 კაცი, სკამი უნდა იყიდო 6. რატო უნდა იყიდო 6, როცა არ ამჭირდება და სად მიმეჩურთა, არ ვიცი, გატყდა ერთი, გადავაგდე, გატყდა, აი ესე ვაკეთებდი ხოლმე, ვაწვებოდი და უკან საზრობგეთ. ძირი, ფეხები კარგი იყო, რკინისა ქონდა. მოკლედ გატყდა და ეს რომელზეც იჯდა ეგ დარჩა და ერთი გადარჩა ცოცხალი. და ცუდია, ანუ როგორ ვთქვა რა, აქეთ არ გამოვდივართ, მისაღებოთ ახლა დივანი დგა და კომფორტია, არ გამოვდივართ. არის იქ სამზარეულოში. მე არა, მე მარტო ჭამის და როდესაც საქმე მაქვს, მაშინ ავართორე. დანარჩენი წავალ და ხან კომპიუტერთან ავარ, ხან ტელეფონთან წამოვწვევ. ხო და ეს ჩემი ქმარი კიდე 3-4 საათი საღამოთი კომპიუტერთან ზის, მერე ტელევიზორთან შუაღამემდე და უფრო იქით და მოკლედ ვერ აგრძნობს, მაგრამ იღლება სკამზე. ნუ სავარძელი მინდოდა იქ. არ ეტევა, ადგილი არ არის, სამზარეულო არის ძალიან პატარა და აბასაც წავიღოთ ისედაც მაგიდა გადავაგდე და დიდი მაგიდა ვიყიდე და აღარ არის ადგილი და მოკლედ ინოჩენტე როზის წინ მაგიდა ხო იცით სამზარეულოში მაგიდა, მერე მაგიდის უკან ტელევიზორი დგა თავისი სადგამზე და იმის უკან მაცივარსა და ამ ტელევიზორ შუაში ჩადგმული იყო კარადა, ვეტრინეტა, რა ქვია მაგას არ ვიცი, მინები შემინული თეთრი კარადა. რომელიც გამოტენილი იყო ჭურჭელით, ჭიქები, მისა, რა ქვია, ყავისა, ლიქიორისა, ღვინისა, ლუდისა, კიდე რაღაცა იმის ამაროები, აქაური სასმელები რო არის, ბალახის ნაყენები და რაღაც, მოკლედ სპეციალური ყველას თავისი ჭიქა აქვს. ზოგი 4, ზოგი 3, ზოგი 5, ზოგი 6, ზოგი რა. სავსე. ეგ ცალკე საქმე რო უნდა გამოასუფთავო და მტვერი ცედება და ის ჭურჭელი არ აღჭირდება, არ იყენება არასოდეს და იქ იყო კიდე ქვემოთ გაყოფილება დახურული კარებია, ანუ ვიტრინა აღარ იყო და იქ მქონდა წამლები და ყველაფერი დაკავშირებული აფთიაქდა. ეხლა ეს 5 რო გადავდგე, ერთ-ერთი იქიდან არის წამოსული. ვაწესრიგებ. მოკლედ ის რომ მოვიდა ჩემი დამხმარე გოგო,
როდის იყო აღარ მახსოვს და ვერ გეტყვით ახლა არ მახსოვს პარასკევს მგონი გასულ პარასკევს თუ არ მახსოვს რა ვიცი ხო და როცა იყო და ისა რა ქვია მე ვთხარი ეხლა ჩვენ ამას გამოვალაგებთ მეთქი საწავიღოთ გადავყრით ეხლა დღეს არის მინა დაგავი დღეს გამოვილის შუშა მინის დაგავია და სავსე მაქვს ერთი დიდი პროვიზიონკა მთელი ჭიქები ლიქიორისა მოვერცხლილები ანტიკვარები იროჩეტეს ბების დანატორები და სულ ყველაფერი იყრება სულ ყველაფერი ჩავაბარგე იქა დაგავში რამდენი ყავის ისინი ზოგი 4 ჭიქა ზოგი 5 ჯოგა სულ ყველაფერი და ის კიდე მიმაგრებული იყო კედელზე ვიტებით მოახსნევინი ამ გოგოს მე ვთხარ შენ ჭირვე ფულს მოგცემ შენ ქმარს თუ შეუძლია დიდი მანქანით რომ ეს წაიღოს და გადააგდოს კიო დაურეკა ქმარს დღეს არაო იმან უთხრა დღეს არა მაქვს დიდი მანქანაო ხვალეო კარგი მე ვთხარ როცა გინდა ხვალე არა ორშაბათს როცა გინდა მეთქი მე უცებ დაფიქრდა ეს გოგო ახედა მთლად ახალი იყო ის რა ქვია მობილეს რა ქვია ავეჯი კარადა მთლად კაი მდგომარეობაში მთლად გაწიკწიკებული ერთი წყარი რო არსად არ ქონდა ხისა ვინ მოგცემს მაგას ფული უნდა 1-200 ევრო და მე თქვა რომ ნანაო ესო სახლში წავიღებო ჩემ გოგოსო ოთახშიო მომავალი წლიდანო სჭირდებაო ისა წიგნებისთვის დასალაგებელიო მაღალ კლასებში გადადის ლიცეუმშიო და ეგაო მეო საყიდელი მაქვს და მოდი ამას სახლში წავიღებ ვაიმე მე ვთქვი სადაც გინდა ფულიც მივეცი ზედმეტი ნუ რაც დალაგებისას ხო ვატლო იმის იქით 20 ევროც მივეცი რო წაეყოთ არ მართმე მე ვთქვი წაიხი ის სახშიც დადგა სურათებიც გადმომიგზავნა როგორ მოუხდა თურმე მაგიდაც თეთრი ქონია იმ გოგოს მაგის გოგოს და ძალიან მოუხდა მაგის ოთახს და გავატანე ინოჩენტემ დაიწყო დოძღური მოვიდა და კარებში დახვდა ეკა აყუდებული ისა ხო და აგდებ თქო ხო და აი მოვთხოვდით აი წამლები რა კარგად იყო წამლების ადგილსაც ვიშოვით მე ვთხარ წამლებსაც დავალაგებ და დავაწესრიგებ წავედი მაღაზიაში ვიყიდე სპეციალური თავსახურიანი პლასტმასის ისინი კონტენიტორებს რა ქვია და არ ვიცი პლასტმასის სათავსოები სადაც წამლები თემი ცალკე ინდოჩეტისა ცალკე საერთოები და ყველაფერი ჩავაბარგე ხო და მოკლედ ბევრი ვარ ვილაპარაკო ეს მოვიდნენ მეორე დღესვე ორშაბათსო მაგრამ მეორე დღესვე მოვიდნენ და დიდი მანქანა არა გვაქვს თავისი მანქანა ცოტა მოზდილი არა და შეაწყვინეს წაიღეს წავედით ჩვენ კიდე რომ სავარძელი ვიყიდოთ დედა ისეთი ფასები ქონდა სავარძლებს ვაიმე რა გითხარ მე ბოლოს ნახეთ ერთი აი ის იმით რო არის რომ კროპკას რო დააწობინა ჩეტეს დავცინი ვარ რომ მოხუცების ეგრეა წერია მოხუცების სავარძელი რომ 8 ადგები რო წამოქციოს რო და ფეხები აწინა ჩაჯდა და არ მომწონს თქვა არა ვარ კომფორტულათო არ ვიცი რატო არ მოეწონა არა ვარ რაღაცნაირად ავარო არა ვარ კომფორტულად მე დავინახეთ სავარძელი აი ბზღრიალა რო ბზრიალებს ოფისებისში როა ოღონდ ფეხებზე ბორბლები არ აქვს ფეხები აქვს მყარად რა ფეხი ძალიან მეჯავრება ის რო დარბის ოღონდ ბზრიალებს ტრიალებს ჩაჯდა და თქვა აი ძალიან კომფორტული არისო ჩავჯექი მეც კარგია თქო ხო და ისა ვიყიდეთ მე მოვიხედე ორი კარგი დიდი განიერი კარგი დიდი 159 ევროები ღირდა სკამები აი იცით როგორი რო არც კი მოგინდება ყიდვა კარგი სკამები დავინახე მე და ორი ძალი ვიყიდე ორი ის ვიყიდეთ მე დავინახე კომოდი დავინახე ეს კალიდორში მჭირდება და თან ის წამლები რაც აგვაქვს ყველაფერი შიგშევა მეთქი ძალიან მომეწონა სადაა ცოტათი ჩუქურთმიანია რამე და სუბუქია ძალიან ხო და ჯერ არაო თქვა არა ფერი არ მომწონს რა ფერი არ მომწონს მე ვთხარ პირდაპირ კაკლის ხისგან ნამზადი მუქი ფერია ცოტა ხო და რა ფერი არ მომწონს მე ვთხარ რა გესმი შენ ან ფერი ან ფორმა ან წად მე ვთხარ გადაიხადე ეს გავყევი მე იმ ბიჭს უთხარი რომ ესეც მეთქი და
მაშინვე ვერ წამოვიღეთ, გვითხრეს რომ თუ ტრანსპორტს გადაიხდითო, ჩვენ მოგიტანთ, მაგრამ ერთ კვირას, ერთ კვირის ვადაში. ჩვენ კიდე არ გვინდოდა ინოჩეტებ დაურეკა თავის მობილს, იმათ ის აქვს სამსახურის ფურგონი. ხო და ეხლავე იმ კაცს მოთხრა სადახარო, ეხლავე წავიდეთო. ამან უთხრა საღამოთი ან ხვალე ორი. არა, უთხრა ეხლავე მოდიო და ეხლავე წავიდნენ და მოაქანეს ბატონო, არც ტრანსპორტის გადახდა დაგჭირდა და არც არაფერი. ხო და ის მოკოხილი გადავაგდე და ეხლა ეს წამლები იმიტომ აქვს დასაბინავებელი ეს კი უნდა გადავაგდო, რაც ერთ ექიმს ვუყურებ, რომელმაც აბსოლუტურად გაფანტა ყველა მითი, რომ უაზრობა, ვიტამინების ჭყება, თუ რა თქმა უნდა კარგად იკვებები, ახლა ვინც კუჭის ოპერაციას იკეთებს და კვება სრულფასოვნად ვერ იკვებება, რა თქმა უნდა ვიტამინებზე არიან და სხვანაირად არ შეიძლება. მაგრამ თუ სრულფასოვნად იკვებები და ყველაფერს იღებ იქიდან და თუ მაინდა-მაინც გინდათო რომ შარდიო ყვითლად შეაფერადოთ, მაშინ დალიეთ C ვიტამინიო და აღარ ავსვამ, არც მანამდე არ ავსვამ. ხო და მოკლედ და კონკრეტულად ბევრ არ ვილაპარაკო, ეგ საქმე ჩავიდინე. ეხლა დავდგი კორიდორში ეგ ტუმბო, მაგრამ ტუმბოზე ზემოდან დასადგმელი მჭირდება რამე. და ეხლა მაგას ვეძებ, ხვალიდან მაგას დავიწყებ სიარულს გამოძებნას, რამე მინდა ისეთი ლამაზი ვაზასაც დაბალი რამე გაშლილი ფერადი ლამაზი რაღაცა მინდა, რაშიც სიტყვაზე ჩავდებ, რო შემოვალ სახში, რა ქვია მაგას გასაღებს, სათვალებს, რავი რაღაცებს ჩავყრი რა, მოკლედ ეგეთი. ინოჩენტემ გამოთქვა აზრი, რომ მოდი ლამაზი ის ვიყიდოთო, კიბა ერთი ბაჟურს რა ქვია, ნაჩნიკს რა ქვია, რა ვიცი, სანათური, ნაჩნიკი. და რამეო ნაჩნიკი დავდგათო. მაგ კედლების ფერი, ვარდისფერი ნაჩნიკი ლამაზი და მშვენიერი. მაგრამ მეოთხარი არ მინდა. მუზეუმს არ ვაწყობს, სახლი მინდა ისე რომ მე გამოვიყენო, ისე არ ვიცი საწავიღო მე ის გასაღები და აგე იქ მიდევს იმაზე, რა ქვია, დივანის ზურგზე. იქ ვაგდებ ხოლმე გასაღებს, რომ მე გასვლა მოსვლაში ადვილად ვიპოვო. თუ ვინმე მეტყვით, რომ გასაღებს რატო ჩანთაში არ იდებ ანჯიბეში? არა, იმიტომ რომ ყოველ დღე ვიცვლი ჩანთას, ხან ის ჩანთა მჭირდება, ხან ეს ჩანთა, იმიტომ რომ ხან ყავისფერი მიგეთი, ხან შავი, ხან დიდი, ხან პატარა და ჩანთაში გასაღებს ვერ ჩავდებ, იმიტომ რომ ხვალე რომელი ჩანთა იქნება არ ვიცი. ხო და მოკლედ ეგრეა ჩემი ახალი ამბები თუ გინდოდათ. ეს კიდე გუშინ წავედი აი იქ ჰიგიენის სახლი რო ქვია, რა ვიცი, არ ვიცი, პროშოპი ქვია. დავინახე იქ და არომატული სანთელი და ვიფიქრე რომ ავანთებ ან აბანოში ან ხანდახან კალიდორში, როცა რამე ისეც ან შევწვავ ან რაღაცას ვაკეთებ, ვიფიქრე პორტოხლისა, ციტრუსი, ავი. არაფერი სუნი ამას არ აქვს. ავანთებ, მაგრამ აი სულსაც კი არ აყენებს, არაფერი არ არის, უბრალოდ სანთელია. ისა და გამახსენდა ის ბლოგერი ჟანა რო იყო, აღარ მახსოვს, აღარ ვიცი, აღარ მიყურებიათ კიდე დებს თუ არა ვიდეო. ჟანა ერთი პერიოდი ანთებდა ხოლმე სანთელს, ვიდეოს რო წერდა სანთელს ხოლმე და ეხლა გამახსენდა ეგ ამბავი და აჰა, ეგეც მოგიყევით. დავდგათ, ლამაზია, აი ყვითელს უხდება იმას, ჩემ ქართულ ამბავს. ხო, ეგენი მოგახსენეთ. დილას კიდე ნინოს ვემესჯებოდი და ნინო საყიდლებზე ხილბოსტანზე მივდივარ მეთქი მეოთხარი. ხო, ჯერი სკამები გადავყარეთ დილას საფენი, რომელიც საწინებელში ავიღე გამოვცვალე. ის იყო გადასაგდები და ეს ორი სკამი, სამი იყო გადასაგდები, მაგრამ ერთი კიდე დავტოვე, შევიბრალე. ოღონდ ის ტყავისა არა, ხის სკამი ჩვეულებრივი, რომ პატარა ოთახში დავთქი. ხო და ებას წავიღებთ მეთქი სპეციალური სადაც ის არის ნაგვის ცენტრი რაღაცა ისეთი ნივთები აქ არ წაიღებენ და უნდა შენ თვითონ მიიტანო. ხო და მოკლედ ის ორი სკამი წავიღეთ და იქ გადავაგდეთ საფენიც და მე წავედით ხილბოსტანზე. ხო და ნინო მეუბნებოდა მიდიო და მე რომ მოხვალო ბარემ ვიდეოსაც გადაიღებო ისაო რა ქვია იმისიო რა ვიყიდეს ვიდეო და აბა არც ეგ არ გადავიღე, არც არაფერი. რომ მოვედით, სადილი იყო,
მე წამოწოლა იყო, წამოწოლის მე ავდექით და გარეთ გავედით, ეხლა მოვედით და ინოჩენტეს უთხარი რომ მოდი მეთქი რა, სანამ ან ვახშამს მივადგები ანა პატარა ვიდეოს, ჩავწერ მეთქი და მოვეფერები და ისინიც მომეფერებიან, ჩემ ხალხს მეთქი მოვესიყვარულებ. ხო და მოკლედ აი ესეთი ამბები გვაქვს. არაფერი, აი დავფიქრდები, სად მიდის ჩემი დრო. არ ვიცი, ან იმიტომ რომ მე ქმარი არაფერში არ მეხმარება, ან თუ იმიტომ რომ გვიან ვდგები, პირველი ეგ არის, პირველი და მთავარი ეგ არის, რომ გვიან ავდგებით. ადრე ავდექით სამშაბათს. სამშაბათს ავდექით 8:30-ზე. სისხლის ანალიზებზე ვიყავით წასასვლელები. მე ავიღე სისხლი იმაზე ჰემოგლობინა გლიკატა რო არის, მოკლედ შაქარის შემოწმება 3 თვიანს რო ამოწმებენ, ეგა ორ შაბათს იქნება პასუხი და მე მოგახსენებთ. ხო და იქ უნდა ყოფილიყავით 8-ზე. ავდექით ადრე, წავედით, იქიდანაც მალე განთავისუფლდით, სამშაბათი ბაზრობა იყო, ინოჩენტე წავედით ჯერ ბარში, რომ ისა გვესაუზმა, მშივრები წავედით და მე ინოჩენტეს ბარში წავედით, იმიტომ რომ ჩემ ბარში სამშაბათს ვერ მიეკარებით ჯერ ბაზრობა ხო არის აქ ახლო და არც მანქანის გაჩერების შანსი არ არის და არც კიდე ბარში ადგილი არ არის. წავედით ინოჩენტეს ბარში, ვისაუზმეთ და მე მითხრა სად ჩამოგსვა ეხა საწახვალო ვიციო რომ ბაზრობას უნდა შეერიო. მეთქი. არც დიდი არაფერი საყიდელი არ მქონდა, მაგრამ მინდოდა ლეგუმი, ანუ ბარდეული თუ ბარდა, ლობიო, ნუტი, ლენტიკის რა ქვია? მუხუდო არის ნუტი. ნუტი არის მოხუდო. მოკლედ ლენტიკ, ოსპი, 1-2-3. კიდე რაღაცა, ხო, ისა ფავეტა მანდარა ჩვენთან არ არის ეგა. მოკლედ რაღაცეები ვიყიდე, ნახევარი კილო. იმიტომ რომ ინოჩენტე იძახის რომ მაღაზი ისას გემო არ აქვს და არაფერი არ აქვს და ეხლა სახში უნდა დავიწყო მაგისი ხარშვა და აბა ვნახოთ რა გამოვა. ეგენი ვიყიდე, არ მახსოვს კიდე რა ვიყიდე. ხო, ჩემთვის შიდაობა, შიგრდითა თეთრეულები ვიყიდე, იმიტომ რომ ეს რა ქვია ამას. კერდის ტორმუზებს რა ქვია ხალხო, ლიფი, ბიუზღალტერი, განსაკუთრებული მჭირდება და მარტო ერთგანა არის ხოლმე, რომელიც მე მჭირდება აი პროთეზის გამო რა და ეხლა არ ველოდები როდის ესა ვყიდულობ ხოლმე წინ და წინ, მოკლედ იმის თქმა მინდა რა და ვიყიდე. ხო და არ მახსოვს კიდე რა ვიყიდე. ინოჩენტეს პიჟამოები უყიდე, ყოველკვირა ვყიდულობ და არ ვიცი ან რა თუნდა ამდენი, ან მე რა ანიჟება მაქვს და აჩემება მაქვს, ვეღარ გავიგე რა. ხო და რაღაცა ვიყიდე კიდე. ბეწვი ვიყიდე, საყელო, ბორდოსფერი ბეწვი ვიყიდე. რა მინდოდა არ ვიცი, მაგრამ თავში მქონდა რომ მინდა გავუკეთო წლების წინა მქონდა მოკლედ ყავი ბეწვიანი. სურათიც ამაქვს Facebook-ზე ვინც ახართ. და ისა თავში მომიაზრა რომ იქნება მეთქი ტყავს გავუკეთო და მომეწონოს, არ ვიცი. თუ არა და გრძელი დუტი პალტო რო ვიყიდე, მინდა რომ იმას გავუკეთო, რომ ცოტა გავალამაზო, ცოტა რაღაცა მივცე იერსახე. მე ხო ღმერთი არ მასვენებს. ხო და არ ვიცი კიდე რა ვიყიდე, წარმოდგენა არ მაქვს. ხო, ჩემთვის ვიყიდე ერთი ყელიანი, ღია ფერის, ეგეთი ფერი არასდროს არაფერი არ მქონია, მე როდის მეჩა. აი ესეთი რაღაცა ფერი, ესეთი ფერია, აი ეგეთი ფერია გონი. ხო და მოკლედ და კონკრეტულად ეგრეა ჩემი საქმეები ხალხო. ხან ვის გადავხედავ, ხან მანანას შევხედავ ხოლმე, ამ TikTok-ის სიგიჟეები და გაგიჟება ხო, აბა რა, აი უბრალოდ განსჯისა და განხილვის საგანიც კი რომ არ შეიძლება იყოს რა, აი უკვე იმ დონეზე არიან მისულები და თან რო ყველაფერს ამართლებენ, იმიტომ რომ მე რა და თავის არის და მოკლედ რა, ადამიანის სახეს რო კარგავენ და თანაც შეგნებულად ამართლებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ TikTok-ია და მე რა მოსულა. არ არის მასე. არ მაინტერესებს რაც უნდათ ისაქნან, იმიტომ რომ
მე მივხვდი რომ ვერც ვერაფერს ვერ ვიზავ ვერ უშველი. უაზროდ საუბარი და ან უაზროდ ვინმეს ლანძღვა, ან ადამიანების ლანძღვა. მე მივხვდი რომ სოციალურ ქსელებში გამომჟღავნდა ხალხის ადამიანების ბუნება. რამდენად როგორ ვთქვა, რამდენი ნაგავი გვაქვს შიგნით, ყველაფერი გარეთ იფრქვევა ეხლა. როგორ ვთქვა, არ ვიცი. მოკლედ, ხო იცით თქვენს ციდან არა ხართ ჩამოცვილები და იცით ეს ამბები. ეხლა გადავაწყდი კიდე რაღაცა საინტერესო არხებიც არსებობს, საინტერესო ვლოგებს ვიდებს, ანუ რაღაც ისტორიები, ცხოვრებისეული ისტორიები და მასეთ რამებს უფრო უყურებ ხოლმე. ეხლა რომ სიმართლე გითხრათ, კი რა თქმა უნდა რომ ლელას ხათრით მოვედი, ნინოს ხათრით მოვედი, ვისაც მოვენატრები ხოლმე დრო და დრო რომ ახლდება კომენტარი ხანდახან შემოვარდება რომ გულები დამიწერეთ და მე მივხვდები ხოლმე რომ ვიღაცამ შემახსენა თავი და ვიღაცამ ცუდი გაგებით არ ვამბობ, ვიცი რა, ვინც ხოლმე და მივხვდები ხოლმე რომ მეუბნება ადამიანი რომ სადა ხარ, ხო და გარდა მაგისა რომ ნამდვილად მინდოდა მოსვლა და რაღაცა მაინც ხო იცით რომ კაჩავს ხოლმე და მეზარებოდა და წამოვგორდი, ეხლა რომ მოვედით და ისა, წამოვკო ტრიალდი და ჩავრთე ისევ TikTok-ი და ჩავრთე ისა, რა ქვია, ჩავრთე გავხსენი თუ როგორ აქვია, არ ვიცი. ჩემი საყვარელი ნანიკოს სამკაულები. და რომ მივხვდი რომ დავიწყებდი ეხლა მე უკვე და თუ ეხლა ერთი ჩამოვიდა გუშინ დამირეკეს. არ ვიცი შიგრა არის, არ მახსოვს, ოღონ ნანიკოსი არ არის ხვისგან არის და არ მახსოვს რომ სიმართლე გითხრათ რა არის რა, მე მგონი 1-2 არ ვიცი, არ მახსოვს, ტყუილს ვერ გეტყვით. და ნანიკო როცა მიგზავნის სურათებს მიყრის, ანუ რაცა გაქვს დაყიდი, როცა თანხას გეუბნება და თან სურათებს გიყრის, რაცა გაქვს აღებული. რომელიც მე აღარ მახსოვდა და ეხლა რომ გავხსენი WhatsApp-ი და ვნახე 13 მარტო ბეჭედია. იქიდან ერთი 10 არის მგონი მინანქრიანი, აი რო გითხარით გამიტყდა მეთქი მომინანქრებული და ძალიან მომწონს ეგ მინანქრები, ძალიან მომწონს, აი ძალიან რა გითხრათ და ეს უკვე მივხვდი რომ არ არის ნორმალური და ეხლა რომ ისე ვიწყებდი ყიდვას, უკვე რომ მოვემზადე და ვიწყებდი რომ უნდა დაწერო მინდა ხო? და ვთქვი რომ ნანა აფაბწადი ისა დაჯიქი და ვიდეო ჩაწერი და მანამდე ნანაც გათიშავს ნანიკო. ხო და მანამდე მეთქე ჩემ თავს ვიჭერ რომ დაიცადე ნანა ერთი თვე დაიცადე ეხლა ჩამოვიდეს ეს რაც ხო და გამომიგზავნა. ეს ერთი ეხლა ჩამოსულია დამირეკეს შაბათს უკვე იქნებაო, მაგრამ ეგ არა ნანასი იქით აკვირაში ჩამოვა. ხო და გუშინ წინ დამირეკა ერთმა ამანათებიდან და მეუბნება რომ თქვენი ამანათი ჩამოდისო და შაბათ-კვირას იქნებაო. დიდი მადლობა კი ბატონო, ასე ისე გარეთ ვიყავით. გუშინ კიდე მირეკავს, სადილი იყო და კიდე მირეკავს, არა დაფარული ნომერი შემოვიდა, არა და აი რა შემთხვევით უპასუხე. ხო და ისევ მირეკავს და მეუბნება, უკვე სხვა, წინ ქალბა დამირეკა, ეხლა მამაკაც, ნუ ვიცი ვინც არის და მეუბნება რომ ვაიმე მეოთხარი იცი რა, მოდი მეთქი რა, ეხლა შაბათ-კვირას ვერ მოვალ და ხუთშაბათს რომ მოვიდე მეთქი. კარგი ხო, მაცი ვარში გინახავო. დამცინა. სასაცილოდ ამიგდო. ხო და ეხლა ვფიქრობ, ჩემ თავს უთხარი, ნანა დაიცადე, ჩამოვიდეს ის რაცა გაქვს ნაყიდი და რაც გამოგზავნე, ჩამოვიდეს და შეხედე რა გინდა კიდე რამე თუ არ გინდა, მაგრამ მაინც სულ მინდა ყველაფერი. მაინც სულ მინდა.
ისეთი ლამაზები, ისეთი აი გემოვნება აქვს აი ამ ნანიკოს, აი ცუდად არ შეიძლება ესეთი ეს არის თანდაყოლილი, ამას ვერ შეიძლება, ვერც ისწავლი, ვერაფერი, იმდენად არ ვიცი როგორია რა და ყველაფერი აქვს იმნაირი რომ რა გითხრათ. აი ვერა რა, როგორც ვერაუვლი. ხო და მოკლედ ეგრეა ჩემი საქმე. და ეხლა მე მოვირბინე თქვენთან და ავწდი და თავი ავარიდე რომ კიდე ფულები არ დავხარჯო. გადაყრილი არ არის, მე არ ვეძახი რომ ეს გადაყრილია, ჯერ ერთი იმიტომ რომ გადასარევი ხარისხია, მეორე ის რომ ძალიან კარგებია და ლამაზებია, მესამე ის რომ ძალიან მომწონს და მაბედნიერებს და რაც გაბედნიერებს ის გადაყრილი არ არის. ნებისმიერი რამე. გადაყრილი არის ის რაღაცას რო იყიდი და მე აი მას აღარ გამოიყენებ და აღარ მოგწონს, აღარ გინდა. აი ეგ არის გადაყრილი. და რომელიც რომ მოგწონს და არ გაგდის ის მოწონება და არ აგბეზრდება, ეგ არ არის გადაყრილი. ხო და ასე ჩემო კარგებო, ეხლა დღეს ჩემი ქმარი 3 დღეა ძალიან კლიოზნიკობს. ეს არ უნდა, ის არ უნდა, დღეს სოკო გავაკეთე ნორჩას კუპატებით. სოკო, მე პატარა პასტა მოუხარშე, იმაში აურიე, კავატელები ქვია რა არის და ესა რა ქვია მაგას მივართვი. ისი ამოვნა არა უშავდა რა, მიირთვა. გუშინწილ კარბონარა იყო, გუშინ რა იყო ხალხო გუშინ. ხო, ისა, კარაქია, პასტა ბურო ქვია, მას მოხარშა მაკარონს, აი გადახოულ მაკარონს ფუზილი ქვია და მე კარაქს გაადრობანიქ ჩააგდებ, კარაქს ბლომად. და მე პარმეზანს მოაყრი და მაგან კიდე პარმეზანის მაგირად პარმეზანის კრემი გაუკეთა და გადასარევად მე არ ვიჭამია ეგა, არ მივირთვი, იმიტომ რომ კარაქს არ მოვერიდებოდი მაინდა-მაინც, მაგრამ პასტას ავსხუდავ მაქსიმალურად და ეხლა მე თუ შაქარი კიდე მაღალი მქონდა, არ ვიცი რას ვიზამ. იცოდეთ რომ გავგიჟდები და იმ ჩებექიმსაც გავწეწავ. ხო და ეგრე. ეგეთი ამბებია. არ მინდოდა ხალხო რამე ისეთი თემით მოსულიყავი რომ ვიმსჯელოთ ძალიან ისედაც დათრგუნული ვარ ვისაც წარმოგიდგენიათ იცით მაინც აი ხო არის პერიოდები რომ იტყვი დავიღალე არაფერი აღარ მინდა აღარაფერი და მეც მაქვს ესეთი დღეები ხო დიდი ხანი არის წელება იმიტომ რომ არ ვაძლევ არც ჩემ თავს იმის უფლებას და პირიქით სხვებს მოუწოდებ რომ გამხნევდნენ და არ დანებდნენ და мотиваცია და ჰაიდაჰოა და მე არა მაქვს უფლება რომ დავარდე დამიყოლიოს და ჩამიყოლიოს, გინდა დეპრესია იყოს, გინდა მელანქოლია იყოს, გინდა ნევროზი იყოს, არა მაქვს უფლება არანაირად. ხო და არ ვაძლევ ჩემ თავს მაგის უფლებას და მაგრამ არის ხოლმე დღეები რომ აი არაფერი რომ აღარ გინდა და ეს დღეები იყო ერთი ეგეთი ვარიანტი რომ ნუ არ მინდა არ მინდა რა გატოკება რო არ გინდა და უცებ ხო არაფერი არ ხდება შემთხვევით არა ნუ ეს უკვე ფაქტია და გავხსენი ისა ტელეფონი, TikTok-ი არა, არ ვიცი, YouTube-ზე მოკლე ისინი რო არის ხოლმე short ვიდეოები და გოგო, ახალგაზრდა არ ვიცი რამდენი წლისა არის, არ ვიცი სად არის ეს გოგო, ადრე შემხოდრია თუ არა, ახლა ვეღარ ვიხსენებდი. და პატარა ვიდეო, мотиваცია, ქვია ვიდეოს ჩაუწერია და ამბობს რომ 1 წელი შესრულდაო. ზუსტად 1 წლის წინო მე დამიდგინესო დიაგნოზი ტვინის კიბო. აუთვისებიანი საზიზღარი ტვინის კიბო და მომცეს მაქსიმუმი 4 თვის სიცოცხლეო. და მე აქავარო 1 წლის მერეო თქვა. და ნუ ეხა ვიდეო იყო და მე იმხელა мотиваცია მომცა ამ ადამიანმა ხო არ იცის ვინ ანახა, ვინ უყურა, ვინ რამხელა სიკეთე გააკეთა და რამდენი ჩემნაირმა ნახა და რამდენმა ჩემნაირმა
როგორ გითხრათ, ჩაებღაუჭა ამ ამბავს განა, იმიტომ რომ აი ვიღაცა ცუდად არის. არა, იმიტომ რომ ვიღაცა კარგად არის. იმიტომ რომ ვიღაცა იმარჯვებს რაღაცასთან, იმიტომ რომ ვიღაცა პოზიტიურია, იმიტომ რომ ის ადამიანი არ ანებდება და არ წაიქცა, იმიტომ რომ არ ატირის. ჩემ დაავადებაზე, იმიტომ რომ დიაგნოზი მაქვს პირველივე დღიდან დღის არა დღისაც არასოდეს არ მიტირია, იმიტომ რომ აი ეს ამჭირს. ხო და ეს გოგო რა იყო იცით რამ მიბიძგა მე პირადად რამ შემძრა ყველაფერი რაც კეთდებაო რაც ხდება იმიტომ ხდება რომ უკეთეს ჩვენივე სიკეთისთვისო და ამას თუ შეიგნებო აი რაც ხო ხდება რაღაცა ცუდი რაღაცა უსიამოვნება რაღაცა დაბრკოლება მაგრამ ამას უნდა შევხედოთ ისე რომ ეს ხდება ჩვენი სიკეთისთვისო. ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ ან უფრო გავძლიერდეთ, ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა დასკვნები გამოვიტანოთ, ეს ხდება იმიტომ რომ რაღაცა კარგი ვიპოვოთ იმ ცუდში და ეს შეიძლება ბანალურად ჟღერდეს ზოგისთვის, ვისაც არ ჩაუღრმავდება ამ ამბავს, მაგრამ ეს ასია. იმიტომ მე სულ ყოველთ აი რუსებსაც აქვთ გამოთქმა რაც კი ხდება ყველაფერი უკეთესობისკენო და ეს მართლაც ასია რომ დავფიქრდეთ და რომ ჩაუღრმავდეთ. ეხლა ვინმე იტყვის რომ აი რო ადამიანი კვდება ან დედა გიკვდება ან შვილი უკვდება ყველა საშუალოს კიდევ მეორე მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით ხო რატო ხდება იქნება და არ ვიცი, არ მინდა მაგ თემის ახლა ჩაღრმავება და ის უბრალოდ ისევ გავყვები ჩემ თავს. ამ გოგოს რომ მოусმინე, ხო, გავივსე, აი სრულიად შევივსე პოზიტიური ენერგიით. აბსოლუტურად მთლიანად შევივსე პოზიტიური ენერგიით. და მეთქი რატო წუწუნებ? რა მაქვს საწუწუნო? შემხდა ერთი ძველი ნაცნობი და კარგი ნაცნობი ერთი კვირა იქნება მეტი მაღაზიაში და ნანა როგორ ახარდა რაღაცა და რა ვიცი მოთხარი კარგად არ ამიშავრა კარგად ავარ მეთქი და ქმარი ყავს იმასაც დიაგნოზით და შენ ესა გიყურებო რო სახეზე აიო დატანჯული სახე არა გაქვსო და გიყურებო რომ კარგ სახეზეო კარგად ხარო, ანუ ხიარულად ხარო და კარგად და მე ვთქვი არაფერი არ ამტკივა და დატანჯული სახე რაზე უნდა მქონდეს მეთქი. მართლა მეთქი მე ვთქვი. მუხლი მტკიოდა და აღარ ამტკივა, დავდივარ ტკივილის გარეშე დავდივარ და ისა ტკივილი რომ მტკიოდა თავისთავად ახლა რანაირად გაიცეო ყველა ნაბიჯი რო გტკივა, ყველა ნაბიჯის გადადგმა, რა ვიცი ახლა არც კი მაშინ არ ჩამომდიოდა ძმარი და ზეთი თავპირზე, მაგრამ მე არაფერი არ მაწუხებს, არაფერი არ მტკივა, და ეშფოქს თვალებშიდაც არის. ხო და ისეთი თვალები შემომხედა რომ რაღაც ადაირად გავხდი მე თვითონ რა, ხო მე ვთქვა არაფერი არ მტკივა მეთქი. ესე იგი გონიათ რომ არის კი ბატონო ეს კიბოკი მაქვს და კი ბატონო ვიცი რომ შიგნიდან ამჭამს და კი ბატონო ვიცი რომ ყველაფერი ზიანდება და კი ბატონო ვიცი ყოველდღე რომ ცვლილებებია და განა მე ყველაფერს აუგრძნობ აბსოლუტურად აი ჩემ ორგანიზმს ვუსმენ და ყველაფერს აუგრძნობ და მესმის და ვიცი მაგრამ ის რომ ახლა ბოლოს ვიცი რაც მელოდება და ბოლოს ვიცი რომ შეიძლება ისეთი ტკივილები მაგრამ ახლა უკვე არსებობს ქვეყნის რამე საშუალება რომ მომიხსნიან იმ ტკივილებსაც და თუ მაინდა-მაინც უნდა დავიტანჯო მაგასაც შეგუებული ვარ არ არის ეგეც არაფერი კატასტროფა და პრობლემა და არის არავის თავს რო არ ყოფილა არა უშავს ხო და რა ვიცი ამ ადამიანმა რატო გაიკვირვა რომ მე რატო უნდა ყოფილიყავი შეწუხებული სახით და რატო უნდა ვიყო როცა რა ვიცი არ ვიცი წარმოდგენა არა მე გადაწყვეტილი ხო ვიცი ხო ვამბობ გადაწყვეტე სანამ ვარ სანამ ვიქნები ფეხზე სანამ ვიდგები ფეხზე რა არის არაფერი კატასტროფა არ არის არაფერი არ არის ხალხო ისეთი არ შეიძლება აი
მე რო ოპერაცია გავიკეთებ კერძზე, ჩემთან ერთად გავიკეთეთ რა, ერთ დღისით მე და იმ ქალმა. ჩემზე იყო 60 წლისა იყო რა, 5-6 წლით ჩემზე უფროსი. მე 7 წლით ხო და დედა როგორც კი შემოვიდა და კი ჩაიცვა პიჟამოები და დააწვა თუ დაჯდა საწოლზე და ტირის აღარ შემიძლია კაცო ერთ იმაში ვართ დღეში ვართ და ტირის რა დღეთა ტირის სულ ტირის დაურეკავს ქმარს ტირის დაურეკავს შვილს ტირის მარტოკარი ტირის ბოლოს დაუწყე მუშაობა დავიწყე ჩემებურად ჩავრთე მე ვთხარი რატო ტირი ხარ მეთქი რამე შველი ხო ართულებ უფრო სიტუაციას მე ვთხარი უნდა ოპერაციაზე გავიდე ნარკოზი უნდა გავგონო უნდა ვიყოთ ასე უნდა მიყურა მისმინა და დედა რა კარგად გამოვიდა მდგომარეობიდან რამდენი მადლობები მითხრა როგორ გადამატანინეო და ვაიმეო და ვაიშე მლოცა და მლოცვა მე ვთხარი აბა მოდი დავსხდეთ ეხლა და ვიტიროთ ორივე რა გამოვა აქედან რა გამოვა ხო და ასე ერთმანეთის აი უაში ის 3 დღე რო ვიწექი მე 3 დღეს გამოვედი გონი არა არ მახსოვს და ხო და ის გადავატაინე მშვენივრად გამოვიდა რომ ისე ერთად გამოგვწერეს დახვდა არავის არ უშვებდნენ იმ საავადმყოფოში და ისა და ხვდა იმასაც ქმარი და ბიჭი მე ჩემი ქმარი და ამ ქმარმაც დიდი მადლობები მიხადა გენაცვალერო თქვენი წყალობითო ასეთი კარგად მე ვთხარი არაფერი შეხედე შეიძლება ახლა რაგი ხო და არ გაგვიცვლია ნომრები არაფერი რა არ ვიცი რომ სადაა როგორ არც იმანიც მესა კი ვთქვით რომ კიდე შევხვდებით ალბათ აქ ერთმანეთსო მაგრამ არავე აღარ შევხვდით ხო და ასე ჩემო კარგებო ამას მოგიწოდებთ თქვენს თავარი ის არის რომ ადამიანის სახე არ დავკარგოთ ერთმანეთი არ დავჭამოთ შური ყოფილი აი ხო ყოველთვის ვამბდი ვიდეოებიც ამაკ ადრე წელიწადშალე ჩაწერილი ამ შურზე და იმის არ იყოს ვეფხის ტყაოსნის თემების არ იყოს ყველა თემაზე მქონდა ვიდეო ჩაწერილი ხო იცით ვინც ძველები მყეხარს და შური არის ყველაზე ძალიან ცუდი რამე ეს ვიცით აი ძალიან ცუდი რამეა მაგრამ განამარტო იმისთვის არის ვინ შურიანია და სხვისი ნებისმიერ ზოგს ყველაფერი შურს კარგი ცუდი ყველაფერი შურს რა ვიცი და აი ის ადამიანი ვინც იფიქრებს რომ ჩემი შურთო ძალიან ცუდი რამეა ეხლა მე თქვენთან როგორც ახსარებაზე ისე მოვდივარ ხოლმე და სიმართლეს ვამბობ იმისი არ იყოს მაგრამ აი ერთი რამდენიმე დღის წინ მე ეგეთი რამეები არ ვიცი მე ხო ყოველთვის ვამბობ რომ ხალხო ხო მიწერენ ხოლმე ადრე მიწერდნენ რა შენი შურთ ეხლა კი რაღა მაგრამ ადრე და სულ ყოველთვის ვამბობდი ხოლმე ხალხო მე ჩემი არ შეიძლება ვინმეს რამე შეგშურდეთ მეთქი არანაირი განა იმიტომ რომ ეხლა დიაგნოზი მაქვს არა არც მანამდე ხო და რაღაცის გამო რეისი თქმაც არ მინდა ნუ რაღაცა მოხდა რა რაღაცა ჩემ გარშემო სიტუაცია გარეთ და რომ მოვედი მე ხო ყველაფრის გაანალიზება ვიცი და რაღაცნაირად გულში გავიფიქრე რომ იმას ჩემი შურს მეთქი იმას არა ორს და ამათ მე ვიფიქრე რომ ჩემი შურთ მეთქი და ისეთი ცუდად გავხდი ისეთი ცუდად აი ჩემ თავთან დავკარგე ჰარმონია ანუ ეგ არ არის ჩემი თვისება აი ადამიანები ხო არიან სულ ყოველთვის აქაც რა ქვიან TikTok-ზეც აქაც სივრცეში ძალიან ბევრი ალბათ თქვენ გარშემო რომელიც ყოველთვის იძახს იმას ჩემი შურთ და ჩემი ყოველთვის შურთ და ჩემი ხო იცით ბევრი ესეთი ადამიანი შეიძლება თქვენც ბევრს გითქვიათ და მე ეს რო გავიფიქრე რომ მეთქი ისეთი ცუდი შეგრძნება იყო ვერც კი გადმოცემ რატო იყო ასეთი ცუდი უსიამოვნოდ გავხდი ხო აი კაი სიტყვა ვიპოვე ისეთი უსიამოვნოდ გავხდი რომ მე ეს გავიფიქრე რომ ვიღაცა ჩემი შეშურდა თქო
იმედენად აი გაუგემურდი კარგად დეიდა ჩემაიც სექსიტყვა უგემურათო უგემურად გავხდი იმდენად გაუგემურდი აი იმედენად არ მესიამონა რომ მე გავიფიქრე რა ცუდი რამე ყოფილა და ადამიანები კიდე რა ადვილად ამბობენ მაგას აი იმას ჩემი შურთ აი თქვენ მაგას იმიტომ მიწერთ რომ ჩემი შურთ ეს აი მე როგორ რა ცუდი რამეა ის რომ შურიანი ადამიანი ხო ძალიან ცუდი რამეა და თავის თავს ხო იტანჯავს და სპობს შური და ეჭვი ორივე არის საზიზღრობა და ეს რა ცუდი რამე ყოფილა კაცო ეს რომ გავიფიქრე რომ იმათ მეთქი ჩემი შურთ და ეგ რა მაფიქრებინა მეთქი მე იმაზე გავბრაზდი მე იმაზე გამებრაზა რომ ეგ რაღამ გამაფიქრებინა მეთქი აი ადამიანები ვართ ხალხო ყველას რაღაცა შავი ლაქები ყველას ხო გვაქვს შიგნით მაგრამ თავარი ადამიანობა და ქრისტიანობა იმაში მდგომარეობს და რწმენა რომ ის შავი უნდა დათრგუნო ის შავს არ უნდა გაამარჯვებინო და ის ქრისტეს მადლით და სიყვარულით უნდა წახვიდე წინ ძალიან მშველის როდესაც ესეთი მომენტები მაქვს ხოლმე აი ეს ახალგაზრდა ბიჭი არის TikTok-ზე ნეო ქვია არ ვიცი გამოწერილი მყავს და არ ძნელი მოსაძებნი არ არის პირდაპირ პოულობ ხოლმე და მაგის ვიდეოები მაგისი საუბრები ქრისტიანზე და ქრისტიანობასთან დაკავშირებით ძალიან მშველის აი ძალიან ისეთი კარგად ხსნის ყველაფერს რომ თუ რამე ეჭვი შემოგეპარება ხოლმე ადამიანს ხო აი ძალიან ბევრ თემაზე აქვს ისეთი ახსნა რომ გარწმუნებს რომ ის შენი რაღაცა წვეტიანი აზრი მცდარია და მასე არ უნდა ვიფიქრო და ძალიან მშველის ეგ კიდევ მეორე არ ვიცი ნეო ქვია ნეო ტრიანობაში ქვია ადრეს სხვა სახელი ერქვა მერე დაირქვა რაღაცა განსაცდელი გამოიარა რაღაც მოკლედ რა ამ ბიჭმა და მერე შეისწავლა ყველაფერი აქ მოკლედ რა ვიცი თუ ვინმე იცნობთ ხო და ასე ჩემოკარგებო ეგრე ხანდახან ძალიან მინდა ხოლმე აი ხანდახან არა მჭირდება რომ მოვიდე იმიტომ რომ თქვენ უფრო გადაგიშლით გულს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები რომლებიც არ არიან ჩემდამი დადებითად განწყობილი ან სიტყვაზე მაგრამ ასეთი ადამიანი იმედი მაქვს რომ არ მომისმენს და არ აიშლის ნერვებს თუ როგორ ვთქვა არ გაბეზრდება და არ გაუგემურდება ჩემი ყურებით ხო დანარჩენი ვინც მიყურებთ ძალიან ბევრი უამრავი ადამიანი და არის ხოლმე ყოველთვის კომენტარი ნანაწლებია გიყურებ და კომენტარი არ დამიწერია და ეხლა პირველად წერდა ეს არის ხოლმე ჩემთვის აი არ ვიცი როგორი ეგეც რომ ავსებს ძალიან ხო რომ ასეთი ადამიანები მყავს და ამიტომ აი თქვენთან რომ მოვიდე გული გადაგიშალოთ ხოლმე მესმის რომ ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენება ვიღაცას რა ვიცი მე არ მოეჩვენება შეიძლება არც გულწრფელად არ მოეჩვენოს არა მაქვს პრობლემა ხალხო მე აქ მოვდივარ ისეთ ადამიანებთან ვინც მიცნობს თუ როგორ გითხრათ არ ვიცი და უკვე ამდენი ხანია მიყურებს და მიმიღო და მეტნაკლებად როგორ გითხრათ არ ვიცი კარგ ჩემს მიმართ არის განწყობილი კარგად და თქვენთვის მოვდივარ და ჩემთვის რა თქმა უნდა კიდე რა თქმა უნდა პირველ რიგში ალბათ მე ჩემთვის და ეს მე ძალიან მჭირდება იმიტომ რომ რამდენიც კიდე აქ კარგად ვიყო იმასთან კარგად ვიყო ამასთან კარგად კი ინგა აქ არის მაგრამ არ არის ინგა ჩემთვის და არ თავისთვის იგეთ სამსახური აქვს რომ რა ვიცი მე რა მოკლედ იმედი არის რომ ცოტა მე გასწორდება მდგომარეობა და მეტი თავისუფლება ექნება როცა აქ იყო ახლო ცხოვრობდა ყოველდღეც შევხვდებოდით ხოლმე ახლა ქალაქის მეორე ბოლოშია ხო და იმის თქმა მინდა რომ კი ის კარგად ავარდივასთან იმასთანაც ჭორაობა მასთანაც მაგრამ მე არ მიყვარს ესე ადამიანებთან აი ჩემთვის არსებობენ მეგობრები და გულით ანუ უანგაროთ მეგობრები და არსებობენ ამხანაგები
ეს ამხანაგი კომუნისტური ის კი არის სიტყვა, არ ვიცი საერთოდ საიდან მოდის ეს სიტყვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემს აქ ტვინში ამხანაგი სხვა რამე ამხანაგი არის ვისთანაც კარგათაც ვარ, მშვენივრათაც გავატარებ დროს, შემიძლია რაღაცა განყენებულ თემებზეც ვესაუბრო, მაგრამ მეგობარი და ქალი და რა ვიცი მე სხვა რამეა ვისაც და აქ მე მყავს უამრავი მეგობარი. აქ ეხლა ძალიან ისეთ პირადულს და იმას რა თქმა უნდა საქვეყნოდ არც გამოვიტან, ვერც გამოვიტან და არც არის ნორმალური რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაც დონეზე ჩემ სულს შემიძლია რომ გამოვიტანო და თქვენთან როგორ ვთქვა ამოვყარო, არ ვიცი როგორ ვთქვა და ეს არის ძალიან კარგი რამე. იმიტომ რომ რამდენიც გინდა ვიძახოთ რომ აი სოციალურ ქსელში ასეთებია ისეთ კი არიან რა თქმა უნდა ყველანაირი ხალხია, ყველგან ყველანაირია, მაგრამ დამიჯერეთ ვინც ხელფასზე მუშაობს, რა თქმა უნდა ხო ხელფასზე, ვისაც ეს საქმე უყვარს, რა თქმა უნდა აკეთებს ამ საქმეს, იმიტომ რომ უყვარს და უკვე პროფესიად გადაექცა, მაგრამ უმეტესობა ძალიან ბევრი ადამიანი იუთუბერები მყავს ხედელობაში კომუნიკაცია აკლიათ, ხალხთან ურთიერთობა აკლიათ და ეს ავსებს აბსოლუტურად ყველაფერს. ეს არის როგორც მიხვედი ფსიქოლოგთან და აჯექი და მიდი რაც გინდა იმას ქედი და აი დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. მე პირადად კიდევ ვიმეორებ, მე YouTube-მა გადამარჩინა თავის დროზე, თავიდან როცა დავიწყე დედაჩემის სიკვდილის მერე YouTube-მა გამომიყვანა და ძალიან დამეხმარა ეს თქვენთან ურთიერთობა. YouTube-მა რა, თქვენმა ხალხმა, თქვენთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ნერვების წყვეტა, იყო ლანდღვაგინება, იყო ჭყუბი და ქოთი და ჰაი და ჰუა და ყველაფერი, მიუხედავად მაგ ყველაფრისა. ისე ხანდახან ჭყუბიც კარგია ხალხო, ისეთი არა რომ ისაქნა ადამიანი, რა ვიცი მე მოკლა, მაგრამ ხანდახან ეს სისხლს აჩქეფებს. ინოჩენტე რომ მეტყვის ხომ ეხა ნერვები მომიშალე. მეოთხე რასა ბეგეთ საჭირო არ ნერვები უნდა მოგიშალო. აბა როგორ მე ახლა ეს აჩქეფდება სისხლი და კარგია გაეცინება ხოლმე რა გაქნას აბა. ხო და ეგრე. წეღარ მეუბნება რომ თმები არ დაგივარცხნიაო. მეოთხე დამივარცხნია. ზუსტად აი ასე მინდა. იმდენი ვიწვალე ამ კულულებზე მეოთხე იმდენი ვიწვალე და ვიტანჯე ამ ორი ბუწუწი კულულაზე და ზუსტად ეგრე მინდა მეთქი და გაჩვენე რაღაცისა და ხო და ეგრე რა ვქნათ ხალხო, რა ვქნათ. ეგრე ვარ, წავედი ხალხო. მოვალ ხოლმე 1-2 წუთით და მერე მიდი 2 წუთით არა, გეგმა მქონდა რომ 9 საათით მოვიდოდი და 9 საათი და გავიდა ეგე ეხლა ვიგეთ 40 და რაღაცა წუთი 48 თუ რა ხო და ეხლა წავა ვახშამი უნდა გუშინ საღამოთი კარტოფილის პიცა გავაკეთე გადასარევი ისეთი გემრიელი რომ რა გითხრათ პატარა ნაჭერი შეჭამა პატარა არა მინდა აღარ ვშია ზარმაციტოლმა გავიკეთე ნუ მაგას ეგარ შეჭამდა რა თქმა უნდა კომბოსტო ხორცი ბრინჯი პამიდორი ყველაფერი ხუმელში ჩემთვის გავაკეთე ორჯერ ვჭამე და აღარ მინდა კიდე მე აღარ მინდა ეს კარტოფილის პიცა ნახევარი არის რა გავაკეთო ეხლა აღარ უნდა პორჩა დღეს რო სოკო გავაკეთე ეგ ისევაც ცოტა არის მაგრამ აღარ ანებავს და ეხლა იძულებული ვარ რომ უნდა გავაკეთო ისა თევზი ძალიან ახთოვანებული არ არის მაგრამ უნდა გავაკეთო ხო და დიდი არაფერი არ უნდა ისაქნა შევა მარილი ნიორი ლიმონი რა ვიცი ყველაფერს მოვაყრი მოვალაგებ ზემოდან და ღუმელში შევაგდებ და ეგ იქნება მაგისი ვახშამი მე არ მინდა თევზი არ მინდა მე კიდე თევზი არ მინდა ხო და ეგრე მე ისევ კარტოფილი მირჩევნია ასე შემოკარგებო იქ იქნება ვაშხამი არავინ დამწეროთ ახლა ვაშხამი არა ქვია ვახშამი ქვია თორე მართლა მოხტები კალოშებიდან გავედით ვისეირნეთ ძალიან ქარი ქრის ეს რა არის მსოფლიოში მოდა არის ეს ქარი ჩამოიშალა ქვემოთ
კალაბრია თუ სადა ისა წაიღო 3 კილომეტრზე მთელი სახლები რაც იყო ესე მიდის იტალია სილაზე აშენებენ სახლებს ზღვის ნაპირას სილა ლამი რა ქვია სილაზე და ჩამოიშალა და წავიდა სახლები ხო და ეხა ქარია მე რამდენი მესამე დღეა დღეს თუ უწუწუნებდა ქარი და მეოთხარი არ გადავალ მანქანა ყავა ხო მინდოდა გადავიდა ეგა ბარში ყავაზე მომიტანა ყავა ისეთი ცუდი იყო აი შხამი ცუდი გემო ვაიმე და დავლიე მაინც ჩავცეცხლე რაღაცო ჩავცეცხლე როცა არ მომეწონა და ისა აი ჩამწვა გავუგემურდი ხო და მე მითხრა რომ წამოდი ხა სხვა ბარშიო სხვაგანო და არ მინდა მეოთხე ხა იქაც ზაცდელის კი არა ვარ მე ისა კიდე სხვა ბარში მეთქი ისა არ მინდა ამდენი ყავაც აღარ მინდა თორე და ეგრე ერფი ჩვენ ბებრულ ცხოვრებას ვეწევით რა ვქნათ მეტი რა გავაკეთოთ ეხლა უნდა გარდა თევზისა ეხლა დამარტყა თავში რომ ორ ცხობილები არა აქვს ხვალისთვის წავიდეთ შევამოწმო ისინია შეფუთული ისა გვაქვს ბეზარება ეხლა პეჩენის გაკეთება ისა გვაქვს კრუასანებს რა ქვია კორნეტოები კრუასანები ქვია ნაყიდი რო იყიდება ეგა ლაქტოზას გარეშე მაქვს ჩემთვისაც ამაქვს უშაქრო და მაგისთვის ამაქვს ნაყიდი შოკოლადიანია და ლაქტოზას გარეშე და მაგითი ისაუზმოს ხვალე არაფერი არ მოუგვა ხო აჰა იდე ეგრე ეგ მოვაგვარე არ მოვზელ ეხლა არ გავაკეთებ და ხვალე ვიცომავებ ვაიმე ხალხო ხვალე ვიცომავებზე გამახსდა აბა ვინახართ კარგი კულინარი 1 ტონა ისა მაქვს ბერძნული იოგურტი მაქვს ბევრი რა გავაკეთო ცომი დამიწერეთ ვინმემ რა გავაკეთო რა ცომი შეიძლება ან რა გავაკეთო მაგითი რაში იყენებთ თუ ვინმემ რამე კარგი იცით მაგით დამიწერეთ სააკვებად ეგრე საჭმელად არ ვარგა თუ რამე კექსი თუ რამე რა გავაკეთო არ ვიცი 1 ტონა პორტოხალი ვიყიდეთ დღეს იქ სადაც დავდივართ კარგი პორტოხალია და ბოდიში დავამტკნე ფასიც კარგი აქვს და პორტოხალიც კარგია ბადრიჯანი 5 ევრო ყაბაყი 5 ევრო ყაბაყი არ ვიყიდე ბადრიჯანი ვიყიდე ძალიან ფასებია აი უია ვერიგებ რა არაფერი გიყიდია და ფული აღარ არის აი არ ვიცი რა აი ისევ სამკაულებში დავხარჯო ფული ისა ჯობია დავინახავ მაინც რომ მიკეთია და მიხარია ხო და ეგეთი ამბებია წადინანა ეხლა წამსერდი ხო იცით გურჯაანულია ჩვენებური არ არის კახურია მაგრამ ახმეტური არ არის წამსერდი არის გურჯაანული ანუ წადიო აი ეს და გამოუცვალო აი ეს და ვერ ვიპოვე რასაც ვეძებ სხვანაირს ვეძებ ეს არის ოქროსფერი წინწკლები და ვეძებ წითელი წინწკლებით იმიტომ რომ აქ ის უხდება რამდენი რა უაზრო პრობლემებს ვიჩენთ რა უაზროს რატო ვირთულებთ ეგრე ცხოვრებას არ ვიცი ხალხო უაზრო რამებზე და არა და სანამ აი რაღაცა ღმერთმა ყველა საშოროს რაღაცა ძიმე ფაქტის წინაშე არ დავდგებით მანამდე არ გვესმის არც რას მივცეთ სათანადო შეფასება ან რა დავაფასოთ მანამდე არ ვაფასებთ არაფერს არა და სულ სხვა რამე არის დასაფასებელი და სულ სხვა რამეს ვაფასებ ცხოვრებაში არ იქად გამავეჯე არ იქარებოდი არ იქა ეს არა უნდა აი კომფორტი დავაფასოთ კომფორტი ის კი არა რომ სეიშელის კუნძულებზე დასვენება არა ელემენტარული სახლში რომ კომფორტი გქონდეს იმისი რომ შესაბამისი ტექნიკა აი გაიოლო ცხოვრება გაიოლო რა აი ეგ არის
გემრიელად იცხოვრო, განაის რო აი ძვირფასი ეგ არა. არაფერი. მე ეხა ბრილიანტის ბეჭედი მეკეთება და აი ხალხი ხო აბოდებს, აბა თუ ბრილიანტი არ მიყიდა ჩემმა ქმარმა და აბა და უბა და ისა ერთი ყურადღების გამოხატვა უფრო მაბედნიერებს მე, ვიდრე რამე ღირებული ნივთი. ჩემი ქმრის მხრიდან ვამბობ რა. შენი მეორე ნახევარის მხრიდან მოკლედ. ხო და აი ეგ ესეთი რამეებია დასაფასებელი ის რომ არ დაიღალო, გეტყვის ის რომ გაგისვავს ხელს რომ ბეჭები აი მე დამეყალა ბეჭები და მოგიმასქლას, მოგიმასაჟოს, ის რომ ყავა მოგიტანოს, ის რომ რა ვიცი მე რაღაცაში მოგეხმაროს, რაღაცა შეიმასქნას, ხო? აი ეგ ასეთ რამეს ვაფასებ. მე. ზოგი არა. ზოგი ამბობს არა. უნდა იქ მომიწყოს, უნდა ეს გავიკეთოს, უნდა ეს რა ვიცი, ყველას თავისი გემოვნება აქვს რა. მე კი სხვას კი არ გამსჭი კაცო, ჩემ თავზე ვამბობ მე. წავედი მოკლედ ხალხებო. ამ სკამებს ჯერ არ ავყრი. ეხლა ის სკამების დრო არის, აი იქ რო დგა. იმის დროა ეხლა ისინი უნდა გადავყარო. ჯერ ვიპოვო ახლები რა ვიყიდო, მერე მაგას გავიქნევ. ხო და ეგრე. ნელა მეებს დრო და დრო. ნინო განატყუის რომ ყოველ წელს გამოხვეტავს რაღაცასაც ცვლის. ყოველ წელს. წავედი ხალხებო, კოცლით აბაჰე და აბახო.